ფონზე მათ იქიდან წაიღეს ის ხმები, რომელიც ძინაერ ასიას სჭირდებოდა. რუსეთის ხელისუფლება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკური წმენდის პოლიტიკას აგრძელებს და ბედის მონასტერში ქართული ფრესკის განადგურების ფაქტს კულტურულ წმენდას უწოდებს, აცხადებს ნიკარურო. ასეთი განცხადება ცოტა ხნის წინ გაკეთა ქართული მხარე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ძეგლების დასაცავად მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან. საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის დარღვევა და ვანდალიზმი. ასე აფასებს საქართველოს მხარე და კერძოდ კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ბედის მონასტერში განვითარებულ მოვლენებს. შეფასება ამისი ერთი არის, ეს არის საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმების დარღვევა და ჩვეულებრივი ვანდალიზმი. ეს არის ეთნიკური წმენდის პოლიტიკის გაგრძელება, კულტურული წმენდის სახელით შეიძლება ის მოინათლოს. ჩვენ ვაპირებთ იმის გაგრძელებას, რასაც ვაკეთებდით თავისუფალი სამყაროს ყველა რელევანტური ორგანიზაციის ინფორმირებას. და მათ თქვა ერთხელ აქვს ჩვენგან მიღებული სიტყვიერი, წერილობითი ასეთ პირად საუბარში ეს ინფორმაცია. როგორც ეთყობა, აფხაზეთში ამხრივაც ქაოსია, სიძველეების ვითომ მოვლა პატრონობის ხრივაც თავს იმართლებენ ხოლმე რომ ჩვენ გინდოდა გამაგრება, მაგრამ გამოდის ის რაც გამოდის. ჩვენ გვინდა შენარჩუნება, მაგრამ ხელში ებშკნებათ, ეს ფრესკაც სწორედ ესე მოხდა. სამწუხაროდ და ეს უნდა დამთავრდეს, ეს უნდა შეჩერდეს, ამის რესურსი არსებობს საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლა